საერთოდ ერთი მთავარი მიზეზი შობადობის დაცემის დასავლეთში და ჩვენთანაც არის აგრესიული ფემინისტური დღის წესრიგი, რომელიც მკვიდრდება. სადაც ძალიან უხეში შევიწროება ხდება პატრიარქალური შეხედულებების, ოჯახური ფასეულობების, კაცის უფლებების. საკითხის ისე დაყენება, რომ არ ვიცი, კაცმა ხმას თუ აუწია სახში ციხეებში რო უშვებენ. ნებისმიერ შელაპარაკებაზე, აი როგორ დგას იცი საკითხი, აი გამაოგნებილა. სრულიად ცნობიერება შეიცვალა საზოგადოების, აი მაგალითად 22 წლის ახალგაზრდა მოკლა ცოლმა ეხლა საქართველოში. და კომენტარებში წერდნენ, რომ იქნებ ღირსი იყო. კაცი მოკლა ცოლმა და იქნებ ღირსი იყო. ანუ წარმოიდგინეთ და უმრავლესობა ქალების კომენტარებში მაგას წერდნენ. გამაოგნებელი სურათი იყო, ამას რო უყურებდი, შემზარავი მარტო იმით კი არა, რას კადრულობთ ხალხო. შემზარავი არის ფონი, რომელიც მოიტანს შედეგს. ეგ ფონი რა შედეგს მოიტანს, იცით? დრამატულად გაიზარდა დანგრეული ოჯახების რიცხვი. ოჯახების ნახევარზე მეტი ინგრევა უკვე საქართველოში. დასავლეთში კიდევ უარესი მაჩვენებელი და ინგრევა რატო? ფაქტიურად ამ აგრესიული ფემინიზმის ფონმა, კულტურულმა ფონმა, რომელმაც წარმოიდგინეთ რა განწყობა დაამკვიდრა, რომ ახალგაზრდა კაცი მოკლეს, დანა დაარტყეს ცოლმა და პირველი ინსტინქტი ქალების არის ღირსი იქნებოდა. ეგ ხო ფაქტიურად აი მტრობა საღვივებენ სქესთა შორის. კონსერვატორების საქართველოსთვის